ჩვენთან არის ღმერთი დღეს ჩვენ ვლოცავთ სამღვდელოებას დეკანოზი იაკობ კუშიკაშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით აქსიოს დეკანოზი მიხაილ კაპანაძე დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით აქსიოს გდელი დავით ნოზაძე დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს გდელი ვახტანგი დავითაშვილი დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს გდელი ბასილი კვანტალიანი დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს გდელი გურამი გამცემლიძე დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს გდელი ნიკოლოზი გუგუსიანი დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს გდელი რევაზი ბაიდაშვილი დაჯილდოებულია ოქროჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში აქსიოს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დიაკვანი დიმიტრი ლომინაძე აღყვანილია პროტოდიაკვნის ხარისხში აქსიოს დღეს ვლოცავთ გვარებს ჭეჟიები ბაბუციძეები ცხვარიაშვილები მარშანიშვილები სუხიაშვილები ალაშვილები ლაცუსბაიები კაიკაციშვილები მესხიძეები და კაიტაძეები ასევე დღეს იკურთხა მისი უწმინდესობის მიერ აწყურის დედაღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლი რომელიც შუაშია დასვენებული თქვენ წინ და ის შეწირული იქნება წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელის და გაბრიელის სახელობის ერკეთის დედათა მონასტერში ღმერთმა დაგლოცო ჩამოთვლილი გვარების წევრები ღმერთმა გაგახაროთ გაგამრავლოთ სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი ჩვენთან არის ღმერთი დღეს ჩვენ სახარებიდან წავიკითხეთ ადგილი სადაც
იესომ განკურნა ორი ეშმაკეული ადამიანი და როდესაც განასხა მათგან ეს ბოროტი სულები, რომლებიც იყვნენ მრავალნი, იმდენად რომ როდესაც იესომ კითხა მათ სახელი, მათ უპასუხეს ლეგიონი არის ჩვენი სახელი, იმიტომ რომ უამრავი ბოროტი სული იყო ადამიანში შესული. ბოროტმა სულებმა იესოს თხოვეს, რომ ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ, რომლებიც იქვე ძოვდნენ შორიახლოს. იესომ მათ მისცა ამის უფლება, ბოროტი სულები შევიდნენ ღორებში და მთელი ეს ღორების კოლტი გადაიჭეხა ზღვაში. როდესაც ეს ამბავი ღორების მწყემსებმა მოქალაქეებს მოუთხრეს, რომელიც იყო შორიახლოს ამ ადგილიდან, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და სთხოვეს იესოს, რომ წასულიყო და მათთან არ მისულიყო ქალაქში. აი ესეთი ერთი შეხედვით უცნაური ამბავი არის სახარებაში აღწერილი, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა შინაარსი. რატომ სთხოვეს მოქალაქეებმა იესოს, რომ მათგან წასულიყო? მე შეგახსენებთ, რომ სახარებაში არის სხვა მაგალითი, როდესაც იესო სამარიაში, სადაც ცხოვრობდნენ სამარიტელები და არა ებრაელები, რომლებიც ებრაელების მიერ უარყოფილნი იყვნენ სარწმუნოებრივად და იესომ განკურნა, უпроსწორედ ესაუბრა სამარიტელ დედაკაცს და როდესაც ამ ქალმა მოუყვა ეს ყველაფერი მოქალაქეებს, ისინი მოვიდნენ და სთხოვეს იესოს, რომ წასულიყო მათგან და 3 დღე იესომ გაატარა ამ ქალაქში. და ბოლოს ამ სამარიტელებმა ამ ქალს უთხრეს, რომ ჩვენ ჯერა იესო ქრისტესი, ოღონდ არა მარტო შენი ქადაგებით, როგორც დავიდან, არამედ უკვე ჩვენ თვითონ დავიჯერეთ. და იმისგან განსხვავებით, ეს ღადარინელები, ეს ქალაქი, სადაც იესომ ეს ეშმაკები განასხა, ეუბნებიან იესოს, რომ წავიდეს და აღარ დარჩეს მათთან. რატო? რა არის ამისი მიზეზი? როდესაც იესო მივიდა ამ ეშმაკეულებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ საფლავებში ორნი და რომლებიც აწუხებდნენ ამ მოქალაქეებს, იმიტომ რომ ხან ბორკილები დაადეს, ხან სხვანაირად დააბეს და ვერაფრით ვერ ეს ეშმაკეულები ვერაფრ სასაფლავებზე ცხოვრობდნენ და ხოცავდნენ ადამიანებს, მოსვენებას არ აძლევდნენ, ვერაფერი ვერ გააწყოს მათთან. და იესომ ესენი განკურნა. და მიუხედავად ამისა, იესოს გაჩერება მაინც არ უნდათ ქალაქში. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ეხება. რა შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს ისეთი, რომ მას არ უნდოდეს მასთან ღმერთის ყოფნა. და ესეთები იყვნენ ეს მოქალაქეები. მოგეხსენებათ, რომ ღორი ძველ აღთქმაში ითვლებოდა არაწმინდა ცხოველად. ღორთან შეხება ებრაელისთვის არ შეიძლებოდა. ხელით შეხებაც კი არ შეიძლებოდა, არა თუ ჭამა. მაგრამ ღორი იყო ადვილი მოსავლელი შედარებით და იყო ძალიან სარფიანი საქმიანობა ღორების მოშენება, იმიტომ რომ ადვილად იყიდებოდა ეს ღორები. და ეს ებრაელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ქალაქ ღადარაში, მათ მიყვეს ხელი ღორების მოშენებას იმ საბაბით, რომ ვითომ თვითონ არ უვლიდნენ და არ ეკარებოდნენ, დაქირავებული მწყემსები ყავდათ და ამ ღორებს ყიდდნენ წარმართებზე, არა ებრაელებს. გარეგნულად ისინი ვითომ ჯულს არ არღვევდნენ. მაგრამ სინამდვილეში ამ ღორების საქმიანობიდან მათ ჰქონდათ საკმაოდ დიდი შემოსავალი. და როდესაც იესო მივიდა, მათ ამან ამხილა ესენი ამ საქმიანობაში. რა თქმა უნდა,
ეს ყველაფერი, რომ ღორების კოლხში შევიდა ბოროტის სული, ეს ყველაფერი საგანგებოდ იყო იესოს მიერ, როგორც ხილება მათთვის. სახარების ამ ადგილიდან ძალიან ბევრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება. პირველ რიგში, როდესაც იესო მივიდა ეშვაკეულებთან და უმბრძანა ეშვაკებს გასვლა, ეშვაკებმა უთხრეს, იესო, რატომ მოხვედით ჩვენ სატანჯავად დროზე ადრე? ანუ მათ იცოდნენ, ეშვაკებმა იცოდნენ, ვინ არის იესო, ეშინოდათ მისი და როგორც კი იესომ უთხრა, ისინი გავიდნენ. ანუ ადამიანში ეშმაკი შედის მხოლოდ ღმერთის დაშვებით და როგორც კი ღმერთი მას უბრძანებს, იგი გადის ადამიანიდან. ეშმაკს არა აქვს უფლება ადამიანში კი არა მარტო. ღორებშიც ვერ შედის ბოროტის სული თუ უფალი არ მისცემს ამის ნებართვას. თუ უფალი არ დაუშვებს. ბოროტის სულების თხოვენ იესოს, რომ ნებართვა მისცეს, რომ ღორების კოლხში შევიდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ მას შედიან ისინი ღორებში, ასე რომ თუ ადამიანში ბოროტის სულია, ეს არის მისი ცოდვების შედეგი, რის გამოც უფალი უშვებს მასთან ბოროტის სულების მისვლას. და მესამე რაც უნდა დავიმახსოვროთ ამ სახარებიდან, რომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა უნდა ეძიებდეს სათა სასუფეველს და რა თქმა უნდა ადამიანი არ უნდა იტყუებოდეს, ვითომ იგი არ არის მიჯაჭვული მატერიალურ ქონებასთან. ეს გადანინეები იმდენად იყვნენ მიჯაჭვული ამ თავის ღორებს, რომ წარმოიდგინეთ ღორების გამო მათ ღმერთთან შეხვედრა აღარ უნდათ. როგორც ჩანს, მათ კიდე ჰქონდათ სხვა ცოდვები ჩადენილი. ისეთი, რომელსაც მალავდნენ და მათ ისინი მიხვდნენ, რომ იესოს ვერაფერს ვერ გამოაპარებდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ ცოდვილი ადამიანი ღმერთთან ახლოს ვერ იქნება. და მოხდა ძალიან სევდიანი ამბავი. მათ არჩიეს საკუთარ ცოდვებთან დარჩენა და სთხოვეს ღმერთს, რომ მათთან არ მისულიყო. ამიტომ ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ხშირად უნდა მივიღოთ წმინდა ზიარება, რომ უნებლიეთ ჩვენი გული, ჩვენი გონება მატერიალურ ცხოვრებას არ მიეჯაჭვოს. რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყოთ, უარი ვთქვათ ყველაფერზე, თუ კი ეს საჭირო იქნება იმისათვის, რომ შევხვდეთ უფალს. როდესაც უფალი ჩვენთან მოვა და მოვა აუცილებლად, როგორც მივიდა ამ გადარინელებთან, ჩვენ უნდა მზად ვიყოთ, ვითარცა სამარიტელები, რომ მოვიწვიოთ უფალი და ვთხოვოთ, რომ დარჩეს ჩვენთან და არა ის, როგორც მოიქცენეს გადარინელი ებრაელები, როდესაც თხოვეს იესოს წასვლა. დღეს აგრეთვე არის ხსენება ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის ეკლესიის ისტორიაში, ეს არის წმინდა ეფემია ყოვლათქებული. წმინდა ეფემია მე-4 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. იგი ცხოვრობდა ქალაქ ქალკედონში, ქრისტიანი მშობლების შვილი იყო, რომელიც იყო ბოსფორის სრუტესთან კონსტანტინოპოლთან ახლოს, სადაც დღეს ასეთი ფოთვარე მოვლენები არის და ეფემია არის დიდ მოწამე. მან მიიღო მოწამეობრივი აღსასრული და აუცილებლად წაიკითხეთ დღეს წმინდა ეფემიას ცხოვრება. მე კი ერთ გარემოებაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ეს მოხდა მოგვიანებით მე-5 საუკუნეში, როდესაც გაიმართა მე-4 მსოფლიო კრება ქალკედონში. ამ კრებაზე იყო ძალიან დიდი კამათი იმის შესახებ, თუ როგორია ქრისტეს ბუნება. ჩვენ ვართ დიოფიზიტები, ანუ ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეს როგორც ღვთაებრივ, ასევე ადამიანურ ბუნებას. ამ კრებაზე კი გამოჩნდნენ სხვა მოსაზრების ადამიანები, ერეტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი ბუნება და ამ ერეს ეწოდებოდა მონოფიზიტობის ერესი. იმდენად ცხარე იყო კამათი, რომ შეუძლებელი იყო საერთო გადაწყვეტილების მიღება. და მაშინ გადაწყვიტეს მამებმა, კრების მონაწილე მამებმა მოქცეულიყვნენ შემდეგნაირად. მათ დაწერეს ორივე მოსაზრება გრაგნილზე, სხვადასხვა გრაგნილებზე და ეს გრაგნილები ჩაუდეს სანაწილეში, სადაც იყო წმინდა ნაწილები წმინდა ეფემია ყოვლათქებულისა და ილოცეს და 3 დღის შემდეგ მათ გახსნეს ეს ლუსკუმა
და ერთი გრაგნილი იყო ეფემიას ფეხებთან, ხოლო მეორე გრაგნილი ეჭირა ხელში, სადაც ეწერა მართლმადიდებლური მწამსი, რითიც დამტკიცდა კიდევ ერთხელ მართლმადიდებლური აღსარებლობის შეშმარიტება და საბოლოოდ დაიგმო მონოფიზიტური ერესი. და ამაში უდიდესი როლი ითამაშა წმინდა ეფემია ყოვლადქებულმა, რომლის ხსენებაც არის დღეს, ასევე დღეს მოიხსენებიან მისი თანამოღვაწენი, მათ შორის წმინდა ვიქტორი, რომელიც იყო ჯალათი, რომელსაც უნდა ეწამებინა ეფემია, მაგრამ როდესაც მან დაინახა გახურებულ ქვაბში, სადაც ეწყში რომ ჩაეგდო ეფემია, დაინახა ანგელოზები, მან უარი თქვა ეფემიას სამებაზე და თვითონაც მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, წმინდა ვიქტორის ლოცვით ღმერთმა დაგლოცო თქვენ სრულიად საქართველოს და მოგვანიჭოს ჭეშმარიტებისადმი ტოლვა და ჭეშმარიტი აღსარებლობისადმი ჩვენი წმინდა დამოკიდებულება. ჩვენთან არს ღმერთი.